დღეს ბორჯომში განახლებული PSP-ს აფთიაქი გაიხსნა, შეცვლილი თანამედროვე ინტერიერით და ბრიტანული კონცეფციით. აფთიაქი სამზონად არის გაყოფილი და ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის არის გათვლილი. გვაქვს სამი განზომილება, ერთი ეს არის სილამაზის განყოფილება, სადაც ყავს ჰიგიენის კონსულტანტი, რომელიც ჩვენ ერთგულ მომხმარებელს დაეხმარება ყველანაირ პროდუქციის არჩევაში. გვაქვს ბავშვთა განყოფილება, სადაც გვაქვს ყველანაირი ასორტიმენტი ბავშვისთვის და მწვანე ფერი ეს არის უკვე ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ანუ ჩვენ ზრუნავთ უკვე არა მარტო ადამიანების ჯანმრთელობაზე, არამედ მათ სილამაზეზე და კეთილდღეობაზე. აფთიაქი მომხმარებელს სხვადასხვა სახის აქციებს, ფასდაკლებებს და საჩუქრებს თავაზობს, როგორც ყოველდღიურად, ასევე სადღესასწაულო დღეებში. ყველა მედიკამენტზე, რომელიც ჯანმრთელობასა და გრიპს ეხება, ზოგადად გრიპი და გაციებისთვის არის, ამაზე მომხმარებელს ვთავაზობთ ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებს 30%-მდე ფასდაკლებას, ასევე გვაქვს თავისმოვლის საშუალებებზე გრანდიოზული საახალწლო აქციები, მომხმარებელს საჩუქრებსაც ვთავაზობთ და ფასდაკლებსაც ვთავაზობთ და ყველას, ვისაც პატარა ყავს, ბავშვი ყავს ოჯახში, ძალიან ხშირად ჭირდება ბავშვის მოვლისთვის საშუალებები და აი ამ საშუალებებსაც ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ საჩუქრებსაც და 30%-მდე ფასდაკლებებსაც, ასე რომ ყველა მომხმარებელი, ვინც PSP-ში მოვა, მომდევნო პერიოდის განმავლობაში, ბევრი სიურპრიზი დახვდება, ბევრი აქცია დახვდება, ბევრი ფასდაკლება დახვდება და ყველა ბორჯომის უსურვო რომ იყოს ჯანმრთელი. დღეს განახლებული აფთიაქი ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაათვალიერა, აფთიაქს სტუმრობდნენ ბორჯომელი მედიკოსებიც. რაც ყავდა მომხმარებელი, იმედი მაქვს რომ უფრო მეტი ეყოლება, არა იმიტომ რომ რაღაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო მოსახლეობის, არამედ უამრავი სხვა არჩევანიცაც ვთავაზობთ. აფთიაქი ეს არის ბრენდული, ტანის, მოვლის, კოსმეტიკური და ასე შემდეგ საშუალებები. როგორც შევიტყვეთ მენეჯერისგან, უკვე იგეგმება ბაკურიანშიც PSP-ს აფთიაქის მშენებლობა და ზაფხულში კიდევ ერთ კარგ და სასარგებლო ობიექტს გავხსნით ბაკურიანში. რა თქმა უნდა, მომსახურება და ეს გარემო, რომელიც აქ არის შექმნილი, ნამდვილად თანამედროვე მოთხოვნებს აკმაყოფილებს თავისი ხარისხით, უსურვებს წარმატებას, ჯანმრთელობას ჩვენს ბორჯომის მოსახლეობას და საუკეთესო მომავალს. აფთიაქის გახსნას უკვე ელოდნენ ადგილობრივები და PSP-ს ერთგული მომხმარებლები. ყოველთვის ამ აფთიაქში შემოვიდიო ამ აფთიაქის სარგებლობ, ამ აფთიაქში ყიდულობ წამლებს და აგერ ახლავს ველოდები რომ გაიღოს შემოვიდე და ვიყიდო წამლებს. ძალიან დიდად ყოფილი ვარ ამ აფთიაქის. ფასდაკლებებიც არის, ის არის ხოლმე და ძალიან ყოფილი. გახსნის ღონისძიება PSP-ში დღეს ტრადიციულად ტორტის გაჭრით დასრულდა. PSP რებრენდინგს აგრძელებს. ეს თანამედროვე კონცეფციის რიგით მე-20 აფთიაქია ქვეყნის მასშტაბით.